მოგესალმებათ სენატის ხმა. მე კი მის წამყვანი ილია გვარამია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი მაცაცო ხახუბინა. ქალბატონი მაცაცო უკვე მეორედ იმყოფება ჩვენს გადაცემაში. ჩვენი გადაცემის თემა კი არის ფოფოდია, როგორც ტექნოლოგიების მასწავლებელი. მოგესალმებით ქალბატონო მაცაცო. მოგესალმებით და ამავდროულად მივესალმებით თქვენს მსმენელებს, მადლობთ მოწვევისათვის. თქვენ უკვე მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ სკოლაში მუშაობით და ჩემი პირველი შეკითხვა იქნება ასეთი. რა მიგაჩნიათ თქვენს საქმიანობაში ყველაზე რთულად და ყველაზე სასიამოვნოდ? ვიტყოდი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მეტად სასიამოვნოა ვიდრე რთული, თუმცა სირთულეებიც ახლავს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მაგრამ თავად ვარ მეგობრული და უკონფლიქტო. ამიტომ ეს ჩემს მუშაობას სასიამოვნოს ხდის. მეგობრულ ბავშვებთან და ზოგჯერ რთულ ამოცანასაც მარტივად და თამაშით გადავჭრი ხოლმე. როგორ ინარჩუნებთ მოსწავლეების ყურადღებას გაკვეთილის პროცესში? ზოგადად ტექნოლოგიების მიმართულებით გაკვეთილები იმდენად მრავალფეროვანია, გაკვეთილზე მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირება და ჩართულობა საერთოდ არ მიჭირს. ჩვენი მსმენელებისთვის ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თუ როგორ აგრძელებთ პროფესიულ განვითარებას. მუდმივად ვეძებ სიახლეებს, ვცდილობ ავყვე მათ რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ასევე გავდივარ ტრენინგებს ჩემთვის საინტერესო მიმართულებებში. როგორც თქვით, უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც სკოლაში ასწავლეთ. როგორ მოაგვარებდით კონფლიქტურ სიტუაციას კლასში? ახლა დავფიქრდი და არ მახსენდება რამე კონფლიქტური სიტუაცია კლასში. ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ ვასწავლი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ამ ასაკში ნაკლებია კონფლიქტური სიტუაციები. თუმცა აუცილებლად მოვაგვარებდი მშვიდად, სიყვარულით და ურთიერთგაგებით. პირველ რიგში მოვუსმენდი, რადგან ვთვლი, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზი უმეტესწილად არის ის, რომ გვეზარება, ან არ გვინდა, ან არ ვთვლით საჭიროდ მოусმინოთ. არადა მოსმენა ეს არის კონფლიქტიდან ყველაზე მთავარი და ამოსავალი წერტილი. გაქვთ თუ არა რაიმე სტრატეგია, რომელიც მოსწავლეებს мотивაციას მისცემს? ასე ვთქვათ, მაქვს ჩემეული სტრატეგია. როგორც იცით, მოსწავლეებს განსაკუთრებულად უყვართ ტექნოლოგიების გაკვეთილები, რადგან ისინი კომპიუტერთან მოდიან შეხებაში. მაშინ, როცა ახალ თემას ხსნი კლასში და ვაძლევ დამოუკიდებელ სამუშაოს, ვეუბნები, ვინც ამ სამუშაოს შეასრულებს, მოცემულ დროში დამატებით დროს მიცემ იმისთვის, რომ ითამაშოს სხვადასხვა განმანათლებლო თამაშები. ეს მიდგომა ბავშვებს ძალიან მოსწონს, შესაბამისად დავალებასაც გულმოდგინებით ასრულებენ და დროულადაც ამთავრებენ მუშაობას. მშვენიერი. როგორც წინა გადაცემაში აღვნიშნე, თავად წერთ ლექსებს. ერთ ლექსს ხომ არ წაუკითხავდით ჩვენს მსმენელებს თქვენი შემოქმედებიდან? დიდი სიამოვნებით. ავდგეთ ფეხზე და ყველამ ერთად ვთქვათ საგალობელი. დავლოცოთ მიწა, ქვეყანა ერი მნახველი ბევრის, ჭირის და ლხინის მრავალი მომსწრე და გამოვლელი მოდით, ერთად ვთქვათ საგალობელი ამ ჩვენი ქვეყნის. მოდით ვადიდოთ, აყვანიცეს ჩვენს ქართულ მიწას, ავაგუგუნოთ ქართული ჰიმნი მძლავრი ხმიანი, დავიჩოქოთ და მუხლმოყრილმა ვთხოვოთ ჩვენს უფალს. იესო ქრისტე, გადაგვირჩინე ქართველი ერი, ქართული ენა, საქართველო, ქართული მიწა, დიდი რუსთველის სამშობლო აკაკის ნანა, ილიას გული, ვაჟად სიცოცხლე, მეფე თამარის სავანე წმიდა. გადაგვირჩინე, დაგვიფარე მტრის მახვილისგან,
მოგვეცი ძალი მტერთა ძლევის მარად ჟამისა გაგვაძლიერე რომ დავიცვათ ჩვენი მამული შევინარჩუნოთ საქართველო ქართველი და ენა ქართული